ქართველი მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები გადამზადების კურსებს გადიან. ევროპის საბჭოს ექსპერტები თბილისში სპეციალურ ტრენინგს ატარებენ. 4 წლიანი სტრატეგიის მიზანია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება. უცხოელი ექსპერტები ევროსაბჭოს მიერ დადგენილ წესებს ქართულ ტრენერებს აცნობენ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 2 დღიან ტრენინგს ის მასწავლებლები გადიან, რომლებიც ლექციებს სასამართლოს მენეჯერებს ჩაუტარებენ. ტრენინგი და კურიკულუმი შედგა ზუსტად პრაქტიკაში გამოყენებადობის მიხედვით ის საკითხები შევიდა სწორედ, რომლებიც უფრო მეტად პრაქტიკულია. სასამართლოს მენეჯერის კურსი ძალიან ახალია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დეტალები ქართველებს გავაცნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ კურსს სწორედ ის ტრენერები ესწრებიან, რომლებიც შემდგომში ამ საკითხს სასამართლო მენეჯერებს ასწავლიან. ტრენინგის გარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეების, მათი თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების გადამზადება ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ერთ-ერთი უმთავრესი კურსი მოსამართლეობის კანდიდატების მომზადებაა. 10 თვის განმავლობაში ისინი თეორიული ცოდნის გარდა სასამართლოში არსებულ კონკრეტულ საქმეებს განიხილავენ და მონაწილეობას სხვადასხვა პროცესებშიც იღებენ. ტრენინგებს და ლექციებს გააჩნია თავისი ფორმატი, თავისი შინაარსი და გარკვეული სტანდარტი. ეს ადგილი განკუთვნილი არის იმისათვის, რომ აქ მოეწყოს სივრცე იმიტირებული სასამართლო პროცესებისთვის. დამატებითი სივრცეების მოწყობის გარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლას უკვე გაწერილი აქვს განვითარების გეგმაც. ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით შედგენილ 4 წლიან სტრატეგიაში 3 ძირითადი მიმართულებაა განსაზღვრული. პირველი ეს არის სკოლაში სწავლების ხარისხის გაზრდა, იუსტიციის უმაღლეს სკოლის ორგანიზაციული განვითარება, რაც გულისხმობს სკოლის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაზრდას და იუსტიციის უმაღლეს სკოლის შიდა და გარე კომუნიკაციის განვითარება, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეტად ხელშეუწყობს სკოლის ცნობადობის გაზრდას. მოსამართლეები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია უნდა იყოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლა ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ევროპის საბჭო მხარს უჭერს ამ სკოლას და მათი სტრატეგიაც ჩვენი დახმარებით შედგა. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიღება წელიწადში 2-ჯერ ხდება. 10 თვიანი კურსი და ტრენინგები სკოლაში უფასოდ ტარდება. მოსამართლეობის მსურველებს კი სტიპენდიის სახით ყოველთვიურად 1000 ლარი ერიცხებათ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის გადამზადებული 90 კანდიდატიდან 59 უკვე მოქმედი მოსამართლეა. სხვადასხვა ტრენინგებზე კი სკოლაში 1900-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.